ამ ვიდეოში მეგობრებო ნახავთ ვინ აფინანსებდა ბოლშევიზმს და რა მიზნებისთვის და ვინ იდგა ამ ასე ვთქვათ საოცარი საგიჟეთის და ტირანიის უკან სინამდვილეში 1917 წელს ამერიკის მანის ტრასტმა ბანკირებმა რომელმაც შექმნეს პილიგრიმთა საზოგადოებები და მრგვალი მაგიდა ცნობილი უკვე ჩვენთვის წესით უნდა ვიცოდეთ დააფინანსა რუსეთის რევოლუცია. ეს იმწმენით გააკეთა, რომ არა მხოლოდ მსოფლიო მთავრობის შექმნის საყოველთაო მოძრაობას ჩაუყრიდა საფუძველს, არამედ რევოლუცია მათ რუსეთის უზარმაზარ ბუნებრივ რესურსებზე კონტროლის დამყარების საშუალებასაც მიისცემდა. ჯეიკობ შიფმა, ნიუ-იორკის საინვესტიციო ფირმის კუნი და ლოების და კომპანიის ხელმძღვანელმა ბოლშევიკებს $20 მილიონი გამოუყო. მეგობრებო და კიდევ მილიონობით $, შემოვიდა ეგრეთ წოდებული მორგანის სახლიდან და ბრიტანული ამერიკული მრგვალი მაგიდის წევრებისგან. ვისაც საერთოდ უნდა იცოდეს მსოფლიო როგორ მუშაობს, წაიკითხოს ედვარდ გრიფინის Creature from Jekyll Island, The Second Look at the Federal Reserve წიგნი, რომელიც საკმაოდ დიდია, მაგრამ დოკუმენტებითაა სავსე და ამიტომ გირჩევთ ყველას. კომუნიზმის მიმზიდველობა ფულის აი ამ ბანკირებისთვის მდგომარეობდა იმაში, რომ იგი წარმოადგენდა მართლობის მონოპოლისტურ სისტემას, მთავრობას, რომელზეც მეწარმე ინდუსტრიალისტებსა და ბანკირებს შეეძლოთ კონტროლის მოპოვება სამთავრობო სესხების ქვეყნის ცენტრალიზებული საბანკო სისტემით მანიპულირებისა და რა თქმა უნდა ქრთამის მეშვეობით. ასევე მოუწოდებთ აიკითხონ ჯეიმს პერლოფის ლეგენდარული კვლევარის ჯეიმს პერლოფის საკმაოდ ძველი წიგნი 98 წელს გამოცემული წიგნი The Shadow of Power, The Council on Foreign Relations and the American Decline. მაგის მერე ბევრი მაგარი წიგნი დაწერა, მაგრამ ეს პირველი იყო სრული მხილება ელიტების. კომუნიზმი ასევე გულისხმობდა ბიზნესისა და ინდუსტრიის ყველა ასპექტის სახელმწიფო რეგულირებას, იდეას, რომელსაც წამყვანი ამერიკელი ბანკირებისა და ინდუსტრიალისტების სრული მოწონება დაიმსახურა. აი ხო არის წარმოდგენა, რომ კაპიტალისტებს არ აწყობთ კომუნიზმი, როგორ არ აწყობთ, ბანკირებს აწყობთ. მათ გააცნობიერეს, რომ რეგულაციები შეიძლებოდა გამოეყენებინათ ექსკლუზიური მონოპოლიების შესაქმნელად და საგადასახადო შემოსავლებით სარგებლობისთვის. პირველი ამერიკული მარეგულირებელი ორგანო ეგრეთ წოდებული შტატთა შორისი სავაჭრო კომისია ნახე შიგნით ამერიკაში შეიქმნა რკინიგზის ფლობელთა და არარკინიგზის მომხმარებელთა მოთხოვნით. ანუ აი ეს კორპორაციული ჭყალებში თავისუფალი რაღაცა ისინი არის მეგობრებო ინდუსტრიალისტების, ანუ მონოპოლისტებისა და არ მუშაობს ლიბერტარიანიზმი. როდესაც 1912 წელს კონგრესში ფედერალური სარეზერვო სისტემის დამტკიცების საკითხი განიხილებოდა, ჰენრი დევიდსონმა, ეს არის JP Morgan-ის ცნობილი პარტნიორი, განაცხადა: მე მირჩევნია რეგულირება და კონტროლი ვიდრე თავისუფალი ვაჭრობა. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ამერიკულმა მმართველ ელიტამ კომუნიზმის აღზევებაში მომავლის იმედი დაინახა. არ გჯერათ? მოდით მოусმინოთ უილიამ ბოის ტომსონს, რომელიც არის თლად ფედერალური რეზერვის დირექტორი და CFR-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ანუ Deep State-ის მთავარი ანალიტიკური ცენტრის მთავარი დამფუძნებელი ამერიკის. მან დაწერა ეს სიტყვები The New York World-ში 13 იანვრის ნომერში. იგი ამბობს: რუსეთი გვიჩვენებს, ანუ რევოლუციაზეა საუბარი, რა მეგობრებო, ეს არის 1917 წლის შემდეგ უკვე მომხდარია ბოლშევიკური რევოლუცია და მაგის მერე გამოდის ეს გაზეთი და იგი წერს: რუსეთი გვიჩვენებს გზას დიდი და ყოვლისმომცველი მსოფლიო ცვლილებებისკენ. ანუ სამაგალითოა რუსეთი. ძველი წესრიგი მხოლოდ რუსეთში არ სრულდება. ანუ მეფე რო გადავაგდეთო, მხოლოდ რუსეთში არ სრულდება. ამერიკაშიც ბევრია ძველი წესრიგიდან შემორჩენილი და ისიც წარსულს ჩაბარდება. მოხარული ვარ რომ ასეა. როდესაც რუსეთში იმ დემოკრატიულ ყრილობებს უყურებდით, დემოკრატიულს ეძახის მეგობრებო ბოლშევიზმს. როდესაც რუსეთში დემოკრატიულ ყრილობებს უყურებდი, გრძნობდი რომ მივესალმებოდი მსგავს სცენას შეერთებულ შტატებშიც. ანუ დიდი სიამოვნებითო დავამყარებდითო ბოლშევიზმსო შეერთებულ შტატებში, იმიტომ რომ გვაწყობს ამბობს სარეზერვო ბანკის დირექტორი.
CFR-ის დამფუძნებელი. მეტი როგორ აგვიხსნან? ბოლშევიკების მიერ ძალაუფლების ხელშეჩაგდების შემდეგ Standard Oil-მა როკფელერების სახლის ხელმძღვანელობით შეისყიდა რუსეთის ნავთობის საბადოები, ააშენა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა საბჭოეთისთვის და მოაწყო გადამამუშავებელი ნავთობის რეალიზაცია ევროპაში. ეს ხდებოდა 1920-იან წლებში ძვირფასო მეგობრებო. შემდეგ 30-იანებში სტალინმა გაყარა ეს ხალხის უყველა, მაგრამ უსტყვაში მანამდე ეს ხდებოდა, ამიტომ აწყობდათ. 1920-იან წლებში როკფელერების Chase ბანკმა დაარსა ამერიკა-რუსეთის სავაჭრო პალატა. რაო, ამერიკა-რუსეთის სავაჭრო პალატაო? ვა! აფინანსებდა საბჭოთა ნედლეულის ექსპორტს და ყიდდა რუსულ ობლიგაციებს ამერიკულ ინვესტორებზე. ძვირფასო მეგობრებო. აი ასეთი ამბავია და სინამდვილეში ვინ გაგვიკეთა ეს ყველაფერი საქართველოს ვინ გაუკეთა ზოგადად ბოლშევიზმის დაფინანსება და რატომ გააკეთა ეს ყველაფერი აგერ მოვისმინეთ ყველაფერი და ვნახეთ. ვისაც მეტი აინტერესებს ხალხო წყაროები არის და აუცილებლად გაეცანით განსაკუთრებით აი ამ წიგნს Edward Griffin's The Creature from Jekyll Island ეს წიგნი საერთოდ როგორ დაიბეჭდა არ ვიცი. პერლოფის წიგნიც ეს The Shadow Power არ ვიცი. დოკუმენტური მხოლოდ. მადლობა ყურადღებისთვის დროებით.